პროკურატურამ სამტრედია გრიგოლეთის მაგისტრალზე ჩატეხილი ხიდის საქმეზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავა. არნიშნული შესახებ კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ კაპანაძემ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საქართველოს პროკურატურამ სამტრედია გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე 2023 წელს ჩატეხილი ხიდის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია აკორდ შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია გრიგოლეთის საავტომობილო გზის 1,5 კილომეტრიანი მონაკვეთისა და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა 4 საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე ყოველდღიური საქმიანობის კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს. პროექტის მიმდინარეობის და ხიდის მშენებლობის პერიოდში საზედამხედველო კომპანიის არც ერთი უფლებამოსილი ექსპერტ ინჟინერი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი. მსგავსად შედგენილი ყალბი აქტების საფუძველზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის მეშვეობით ადგილზე არ მყოფ საერთაშორისო ექსპერტს თითქოს და გაწეული მომსახურებისთვის მაინც ჩაერიცხა ანაზღაურება 1,172,529 ლარის ოდენობით. ხოლო პროექტის განმახორციელებელი კომპანია შეუსრულებელი თუ ძალზე თუ ხარისხოდ შესრულებული სამუშაოებით, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ხიდის ჩანგრევა, თაღლითურად დაეუფლა 3,899,678 ლარს. შემდგომში აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი. საერთო ჯამში აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი. ზემოაღნიშნულ ფაქტზე დაკავებულ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახით დასრომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით. სამშენებლო კომპანიის დირექტორს და პროექტის მენეჯერებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე ბრალდება დაუსრებლად წარედგინა, რაც ასევე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით. ასევე დაუსრებლად წარედგინა ბრალდება საერთაშორისო კომპანიების ერთობლივი კონსორციუმის ჯგუფის ხელმძღვანელ ინჟინერს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებაში დახმარებისა და ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე, რაც სასჯელის სახით დასრომად ასევე 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ყველა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით შუამდგომლობით სასამართლოს კანონის დადგენილ ვადაში მიმართავს. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება სხვა კომპანიებისა თუ თანამდებობის პირების შესაძლო დანაშაულის გამოვლენის მიზნით. მადლობა ყურადღებისთვის. ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წინააღმდეგ სასამართლოს საკონსტიტუციო სარჩელით მიმართავს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პარტიამ საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად მიიღო. მისი თქმით, სარჩელი შევა რამდენიმე ეტაპად. პირველი გასაჩივრდება წულუკიანის ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისიის დასკვნა, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ქართული ოცნება პარტიებს კრძალავს, მესამე კი შეეხება უშუალოდ ქართულ ოცნებას.
აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა. ამიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმედი ქართული ოცნების საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც მიტაცებული არის და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას, იმიტომ რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ღიმილით მე დავაპასუხო თუ ქუჩიდან სასამართლოში გადაინაცვლეს, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია და მივესალმებით ამას ამ კუთხით. ქუჩაში სიარულის და დესტრუქციულ ქმედებებს და რევოლუციის მოწყობა ჯობია თუ რამე სამართლებრივი დავა სასამართლოში მივიდეთ. მეორე ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ გვაქვს აბსოლუტური საფუძველი კონსტიტუციური და ისინი წაგებისთვის არიან განწირულები, იმიტომ რომ ყველგან მყარი არგუმენტები გაგვაჩნია. ორი თვე გავიდა და იქ შინაარსზე ერთი პროტესტი არ გამოუთქვათ. აი რომელიმე ფაქტი, რომელიც არის მოყვანილი, ამტკიცებულება არ არის, ან სიმართლეს არ შეესაბამება. აქედან ჩანს, რომ სახელი უნდა კომისიის დასკვნას გაუტეხოთ შემოვლითი გზებით. რა გეგმა აქვს ოპოზიციას? შესაძლებელია თუ არა საზოგადოებამ იხილოს ერთი ოპოზიციური ცენტრი. ნაციონალურ მოძრაობაში ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებს და ყველა განსხვავების მიუხედავად გაერთიანდნენ. თავის მხრივ გაერთიანების წინააღმდეგები არიან გიორგი გახარიას გუნდში. მართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ოპოზიციურ პარტიებს არანაირი შანსი არ აქვთ. მიხეილ სააკაშვილი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ერთიანობის იდეით და წინადადებით შემოვიდა ჯერ კიდევ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს და ბუნებრივია ეს იდეა რომ გაზიარებული ყოფილიყო, დღეს შეიძლება სულ სხვა რეალობა ქონოდა. მიუხედავად განსხვავებულობისა, მიუხედავად შეცდომებისა, რომელიც თვითონ პარტიულ სუბიექტს შეიძლება ქონოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მზად ვართ და მოვითხოვთ ყველასგან, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგას, გადავდოთ ყველა პოლიტიკური განსხვავება, ვიპოვოთ საერთო ძალა იმისათვის, რომ გავერთიანდეთ, მოვახდინოთ საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაცია და ამ ერთიანობით რუსული რეჟიმის დამარცხება. არავითარი გაერთიანება არ შეიძლება იყოს ადამიანებთან, რომლებსაც იმის თავიც კი არა აქვთ, რომ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ ნათქვამზე და საკუთარ ქმედებებზე. 4 ოქტომბრის მოვლენებზე ამ ადამიანებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ რეჟიმს რაღაცნაირად დავაკლოთ რამე და რაღაცნაირად ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას, აი ამ ყველაფერს უნდა გაეცეს პასუხი მხოლოდ იმის შემდეგ, რის შემდეგაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას იმისას, რაც განახორციელეს 4 ოქტომბერს. განადგურების პირასყოფი ოპოზიცია სულ უფრო და უფრო მეტ ქაოსში ეხვევა და ეს ბუნებრივია, თვითონ მათგანმა დაიმსახურა სწორედ ის უხერხული და მძიმე მდგომარეობა, რომელშიც მათ საკუთარი თავები ჩააგდეს, ვინაიდან ეს ემართება ყველას, ვინც არის არა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები, საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ძალების სამსახურში. ეხლა ვინ ვისთან ერთდება, ვინ ვის გამოერთდება და ასე შემდეგ, ამას ისედაც არანაირი ფასი არ აქვს საზოგადოებისთვისაც და კიდევ ერთხელ მხოლოდ იმას ააშკარავებს, როგორი სასოწარკვეთილი არის ეს რადიკალთა ჯგუფები. დღეს ერთიანდებიან, ხვალიშლებიან, დღეს შეცდომებს აღიარებენ, ხვალ უარესი შეცდომების დაშვებისკენ არიან მოწადინებულები. როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის სახე, აგენტურის ბედიც და რაც უფრო მალე მოხდება გაწმენდა ასეთი ძალებისგან ქართული პოლიტიკისა, მით უფრო გაჩანსახდება ქართული პოლიტიკა და დემოკრატია. იანვრიდან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის გამოყენება შეიზღუდება. საუბარია დანებზე, ჩანგლებზე, კოვზებზე და თეფშებზე. კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, წყლის გაყიდვა უნდა იყოს არა პლასტიკის ერთჯერადი მოხმარების, არამედ მრავალჯერადი რეციკლირებადი პლასტიკის ბოთლებით. პლასტიკის ალტერნატივად ქაღალდი და მუყაო განიხილება. მთელი შავი ზღვის სამეგრელოს რეგიონის სანაპირო შევისწავლეთ და მდინარე რიონის აუზი მთლიანად დავათვალიერეთ როგორც დრონების გამოყენებით, ასევე რაოდენობრივი კვლევის საფუძველზე დავადგინეთ, რომ 80-დან 98%-მდე ჩვენი სანაპიროს და მდინარის აუზის დაბინძურება მოდის სწორედ პლასტიკის ნარჩენებზე. რაც შეეხება სხვა მხარეს, როგორც ეგრეთ წოდებულ უხილავ პრობლემას, რომელიც უკვე ადამიანის ჯანმრთელობას უტყამს, ძალიან საშიში არის და იწვევს
როგორც ენდოკრინოლოგიურ, ასევე სისხლძარღვთა დაავადებებს. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული საპროექტო კონცეფციების გამოსავლენად მორიგი საკონკურსო კომისიის ხდომა გაიმართა. კომისიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსებში წარმოდგენილი კონცეფციები განიხილა, მათ შორის ქუთაისის სპორტის სასახლის. ქუთაისის სპორტის სასახლისთვის, რომელიც 5000 მაყურებელზეა გათვლილი, კომისიამ განიხილა 9 არქიტექტურული კონცეფცია და გადაწყდა, რომ გამარჯვებული პროექტის გამოსავლენად საჭირო იქნება დამატებითი შეხვედრა. სპორტის სასახლე გათვლილი იქნება როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო მასშტაბის სპორტული შეჯიბრებების, კონფერენციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მასპინძლობისთვის. ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში მულტიდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მდგრადი განვითარება, ინსტიტუტები და გლობალური გამოწვევები მიმდინარეობდა. კონფერენციაში 91 მომხსენებელი იღებდა მონაწილეობას, მათ შორის 18 უცხო ქვეყნის წარმომადგენელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეცნიერები იკრიბებიან. სხვადასხვა პერსპექტივების გაცნობა ხდება, სხვადასხვა კვლევების წარდგენა იმის, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ხდება გლობალურად. ეს კი ჩვენი საქმიანობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრი უცნობი არის იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვიცით. ასეთი ტიპის კონფერენციები, რომლებიც ხალხს აკავშირებს, კი სწორედ ამ სიცარიელის შევსებაში გვეხმარება. ამასთან, რადგან ეს კონფერენცია მულტიდისციპლინარულია, ჩვენ სულ სხვა სამეცნიერო მიმართულებებიდან ხვდებით ადამიანებს, რაც კიდევ უფრო მნიშვნელობას ხდის ამ კონფერენციას. ყოველთვის სასიამოვნოა აქ ყოფნა, რადგან აქ ყოველთვის მაქვს შესაძლებლობა საერთაშორისო მკვლევრებთან შეხვედრისა და ახალი კავშირების შექმნისთვის. ეს ჩემი მეორე ვიზიტია. მუდამ სასიამოვნოა ყოფნა ინტერდისციპლინურ კონფერენციებზე, რადგან აქ ყოველთვის გეძლება შანსი შეხვდეს სხვადასხვა დისციპლინის მკვლევრებს მთელი მსოფლიოდან. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ცოდნის გასაფართოებლად, პრაქტიკული უნარების გასაზრდელად, აზროვნების გასაფართოებლად და იმის გასაგებად, თუ რა ხდება შენს გარშემო მთელ მსოფლიოში, გენდერული ასპექტების ჩათვლით. ეს არის ჩემი მეორე ვიზიტი აქ. წინა გამოცდილება მართლაც ძალიან კარგი იყო. მონაწილეობა ამ კონფერენციაში შესანიშნავი შესაძლებლობაა, განსაკუთრებით უცხოელი მონაწილეებისთვის, რომლებსაც სურთ აქ, საქართველოში, აქტიურად ჩაერთონ აკადემიურ ცხოვრებაში. მოხარული ვარ, რომ ამ წელსაც კვლავ მოვედი ამ კონფერენციაზე და ვმონაწილეობ როგორც მთავარი მომხსენებელი. ჩემი მოხსენება ეხება ტურიზმს, კერძოდ მდგრად ტურიზმს და მის კავშირს წრიულ ეკონომიკასთან. მულტიდისციპლინარული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის განვითარებას. კონფერენცია ემსახურება ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევარების, მათ შორის დოქტორანტების სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის წარმოჩენას ფართო აუდიტორიის წინაშე. მათ გაერთიანება საკუთარი გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაცვლისა და გაზიარებისათვის. არის ტრადიციულად ამ პერიოდში უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო კონფერენციას. კონფერენცია ეძღვნება საკმაოდ ფართო თემას, ეს არის მდგრადი განვითარება, ინსტიტუტები და გლობალური გამოწვევები. თემატიკა არის ძალიან ფართო, ინტერესი კონფერენციის მიმართ არის ძალიან დიდი. კონფერენციაში მონაწილეობს დაახლოებით 15 ქვეყნის წარმომადგენელი, ადგილზეც არიან ბევრი ჩამოსულები, ნაწილი ონლაინ ჩაერთვება. იმუშავებს 3 სექცია და თითოეული სექციაში განაწილებული არის თემატიკის მიხედვით თემები და ველით რომ იქნება კარგი დისკუსია და კარგი შედეგები დაიდობა ამ კონფერენციის შედეგად. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი სამეცნიერო მასალები მოგვიანებით უნივერსიტეტის ჟურნალში გამოქვეყნდება, რაც სხვადასხვა მიმართულებით არსებულ ახალ მიგნებებსა და კვლევებს საჯაროს გახდის ფართო აუდიტორიისთვის. გამოგეცდებით, რასაც ნახავთ, არ არის მორალი. ცხოვრებისათვის ვერ ისწავლით ჩვენთან ვერაფერს. ვისაც წასვლა სურს, სანამ დროა დაეწამწამდეს.
ქუთაისში თეატრმა ლიანდაგმა პირველ პრემიერას უმასპინძლა. ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცე მაყურებელს სპექტაკლით ბერსერკები ფილოქტეტეს შეხვდა. პიესა გერმანელი დრამატურგის ჰაინერ მიულერის ტექსტის თანამედროვე ვერსიაზეა შექმნილი. ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჯამბურიამ მსახიობებთან ერთად მიულერის ფილოქტეტეს სრულიად თანამედროვე ბერსერკული ვერსია შექმნა. ამ ბევრი მუშაობა მოგვიწია რომ მოვსულიყავით ამ დღემდე. სპექტაკლი თან არის სპექტაკლი ლაბორატორია რაღაცა იმპროვიზაციული სპონტანური თამაში იბადება მხოლოდ სპექტაკლებზე და დღევანდელი დღე იყო ისეთი როგორც არის ხოლმე ალბათ პირველი შეხვედრა ესეთი ტიპის თეატრის პუბლიკასთან რომელიც ისე პუბლიკის გარეშე როდესაც იქნება რეპეტიციებზე ჯერ კიდევ რაღაცა დონემდეა მისული რომელსაც ემატება მხოლოდ პუბლიკა რომ მოდის ის შრე. ხალისიანი იყო ძალიან დღევანდელი დღე მგონია რომ ჩვენ გავერთეთ და ის მაყურებელი რომელიც არ შეაცბუნა იმ რომ სხვანაირი თეატრი იყო და აყვა ჩვენ თამაშს შეიძლება ისინიც გაერთნენ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ამის. მაგიტო ძალიან მოხარული ვიყავი რომ აქ მოვდიოდით სპექტაკლის გასაკეთებლად და ეხლა უკვე სპექტაკლის შემდეგ ხედავ ვიგრძენი კიდეც პროცესის დროს ძალიან ჩართული იყო მაყურებელი და რაღაცნაირი სითბო მოდიოდა მათგან. და ეტყობოდათ, რომ რაღაცნაირად თითქოს ყურით ძალიან მოყვებოდნენ და ეს საინტერესო არის. იმიტომ რომ ბერსერკული სპექტაკლები და ზოგადად ბერსერკული ენა ძირითადად არის ძალიან მუსიკალური. და ამას უნდა უსმინოს მაყურებელმა. მარტო სული ვარ არის ამ მკვდარ კლდებ ზეცასა და ჩემს თვალებს შორის მხოლოდ თვალები შავი ბრუხბელია შვიდადელიან ჩემს ჩადაღლებას ან თევზებისათვის ნარჩენების წარმთამევას როცა მე თავს დავიხრჩობ გემის ლანდს ზღვაში დადევდნენ გავუბერძენთა სამოსი სატარები დროს ასეც ხომ მეც ვატარებდი. ელინა ლიდგას! ელინა ლი სამოსში ალბათ. სპექტაკლი იკვლევს ადამიანისა და კოლექტივის ურთიერთობას, რას ნიშნავს განდევნა, სოლიდარობა და ერთგულება თანამედროვე საზოგადოებაში. თემები, რომლებსაც სპექტაკლი ეხება, დღესაც აქტუალურია. ძალაუფლების, ინდივიდისა და საზოგადოების ურთიერთობის თვალსაზრისით. სპექტაკლი სავსეა მოულოდნელობებით, ექსპერიმენტებით, სადაც მაყურებელი თავად ხდება წარმოდგენის მონაწილე. თანხმოვნებით აჟღერებული ტექსტი კი მაყურებელს არა მხოლოდ დამკვირვებლად, არამედ ძლიერ მსმენელად აქცევს. ამ თანხმოვნების კაკაფონიაში ეს რთულესი და უმაგრესი ტექსტი მიულერის ისეთი არ დაკარგულა არც ერთი სიტყვა. მიუხედავად ჰქონდათ აბსოლუტურად ექსპერიმენტული მუსიკა თვითონ სიტყვაში და რაღაც უნიჭიერესი ახალგაზრდები იყვნენ. ტოტალური შრომა ჰქონდათ გაწეული და სადღაც სხვა სამყაროში რაღაცა მეტათეატრი იყო და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ლიანდაგის არსებობა ქალაქში არის ახალი სიცოცხლე და ახალი ენერგია. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და აქ ინფორმაციების გაცვლა და რაღაცნაირად თანამოაზრეების პოვნა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუმცა ეს იყო ჩემთვის აღმოჩენა, სიახლე რომელიც გონია რომ ვეღარასდროს ვეღარ ვნახავ და აქამდე თუ მეგონა რომ სპექტაკლში რაღაცეები აღმოჩენილი მქონდა დღეს მივხვდი რომ თურმე არაფერიც არ ვიცი და შეიძლება იმდენი რამ იპოვო და რაზეც არასდროს არ გიფიქრია. პირველ ყოვლისა დიდი მადლობა მინდა უთხრა ანდროს კაცმა რომელმაც გააკეთა ეს სივრცე და დადგა გზაზე რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს მიცემს ინსპირაციას და ბევრი საინტერესო რაღაცეები წამოვა თითქოს და ელემენტარული რაღაციდან რა და ის რაც გააკეთა ანდრომ გუშინ ვეხუმრებოდი ნიკოლაძეს გაუხარდება დარწმუნებული ვარ თქო და რაც შეეხება სპექტაკლს ეს იყო ჩემთვის მოულოდნელობა. ბევრი არ მიფიქრია თქვათ რა როგორ იქნებოდა მე თვითონ ამ დასზე მქონდა ინფორმაცია მაგრამ ის რაც ვნახე აბსოლუტურად მოულოდნელი იყო და
ჩემი ბავშვობის ფიქრები, რაღაცეები, სპექტაკლის როგორ რა ინტერაქტიულობა, ესენი ყველაფერი გააღვიძა და ბედნიერი გამხადა რა. ახალი სპექტაკლის სრულიად ახალ სივრცეში ნახვის შესაძლებლობა ბერსერკებისა და ლიანდაგის გაერთიანებით გახდა შესაძლებელი. ბერსერკები ევოლუციური თეატრალური პროექტია, რომელიც მოიცავს სპექტაკლებს, პერფორმანსებსა და ჰეპენინგებს. პროექტის ავტორები მას ახალ მისტერიულ თეატრად მოიხსენიებენ, სადაც ტრადიციული იერარქია იშლება და მის ადგილს ერთგვარი პანკური თეატრალური თავგადასავალი იკავებს. თეატრი ლიანდაგი კი ქუთაისში ნიკო ნიკოლაძის კლუბის ახალ სივრცეში მდებარეობს და მისი მიზანია ქალაქის კულტურული ცხოვრების გააქტიურება და რეგიონებში თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა. ეს ქალაქი არის საბადო იყო და არის. და ამ ქალაქში ნიჭი არის დღემდე და მუდამ იქნება. მე დარწმუნებული ვარ ჯერ ამე ჩემი ქალაქის, ამ ქალაქის და სულ მქონდა რაღაცა ფიქრი ის რომ მე რო დაბრუნდებოდი. დაწავედი წლების წინ მის მერე მოვდივარ და რაღაცა მინდოდა შემექმნა ეს ალბათ ყველაფერი იმის ინსპირაცია რომ ამ ქალაქის სიყვარული, ხელოვნების სიყვარული, თეატრის სიყვარული დაბადა და ბევრი კაი ადამიანის გვერდით გომა, ბევრმა ინსპირაცია, ბევრმა მაგითი სტიმული მომცა კიდე და ჭირდება ამ ქალაქს, ჭირდება ყველას. მე ერთი რამე მინდა ვთქვა რომ ეს სივრცე არ არის ჩემი. ეს არის ყველასი, ჩვენია ყველასი და ჩემი თხოვნა იქნება როგორ რაღაცა იცი, მოდი ეს სივრცე ჩვენ თვითონვე მოუვაროთ. ხელი შეუწყოთ აქაურობას, ჩათვალეთ რომ ანდრო თითქოს აქ არ არის და ყველასია აქაურობა. თეატრი ლიანდაგი ოფიციალურად 2025 წლის 16 სექტემბერს კლასიკური მუსიკის საღამოთი ოპუსით გაიხსნა.